გადაცემის პირველ ბლოკს გავხსნით სოციალური ქსელებიდან მოკრეფილ ინფორმაციით. პირველი ინფორმაცია განსაკუთრებით მე ვფიქრობ დააინტერესებს მათ და ეს ვიდეო ძალიან ინტენსიურად ვრცელდება დღეს Facebook-ში. დააინტერესებთ მათ, ვინც წამოსულია სოხუმიდან, აფხაზეთიდან. ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი მომხმარებელი YouTube-ზე, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს მანქანის კამერით გადაღებული პატარა კამერები რო არის მოხმარებაში ძალიან ინტენსიურად განსაკუთრებით ჩვენ რეგისტრატორები ქვია, ხო გიგი, ძალიან დიდი მადლობა. რეგისტრატორით გადაღებული ვიდეოებია. მე ვფიქრობ, რომ დაგაინტერესებთ ეს ვიდეო, თუნდაც იმიტომ, რომ არა მხოლოდ ცენტრალური ქუჩებია გადაღებული, არამედ პატარა ქუჩებიც და შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანს დააინტერესოს, იმიტომ რომ ნახოს თქვა რა მდგომარეობაშია შენობა დღეს, რომელშიც ცხოვრობენ. საკუთარი ყოფილი სახლიც კი აღმოაჩინოს. ან მეზობლებიც. ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ ეს ვიდეო. ეს არის ამ შემთხვევაში ორახელაშვილის ქუჩა, როგორც ავტორი ამბობს, ყოფილი სოხუმზეა საუბარი. მოდით ნახოთ მუსიკა რასაკვირველი ავტორის მიერაა დადებული. მოდით დავათვალიეროთ ცოტა ხანი უბრალოდ სოხუმი რა დღეშია დღეს. მე მგონი დიდათ არაფერი არ გამოცვილა, ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ნოსტალგიას იწვევს, აი ჩვენი ოპერატორებით, ჩემი ასაკის ვინც არის, ყველა ძალიან კარგად გვახსოვს ეს ქუჩაც. სოციალურ ქსელში იყო განხილვა იმასთან დაკავშირებით, დიდი არაფერი შესრულასთან დაკავშირებით, ქუჩების სახელები არის შეცვლილი და იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ინფორმირებულები არიან რა ერქვა მაგალითად თამარის ქუჩას და ასე შემდეგ, ანუ საკმაოდ ვრცელი და სენტიმენტალური განხილვები მოყვა ცხადია ამ ვიდეოს განთავსებას. მეგობრებო, ჩვენ დავდებთ აუცილებლად ჩვენს Facebook-ზე ამ მომხმარებლის მულს იმისათვის, რომ იქ არის ძალიან ბევრი ვიდეოა გამოქვეყნებული და როგორც ჩანს, პერიოდულად აქვეყნებს კიდევ ამატებს ახალ ვიდეოებს.